მე ვარ ლადო ჭელიძე, ვარ სოხუმიდან, აფხაზეთიდან. აფხაზეთიდან წამოვედით, რომ ვიყავი 14 წლის. ცხოვრობდით სოხუმში, ტურბაზა, ასეთი თქვა, ცნობილი უბანი იყო. დავდიოდი მე-6 სკოლაში, მე-14 სკოლაში ასე გამოვცვალე. და ფაქტურად მე-8 კლასი დავამთავრე სოხუმში. ახლა რომ მეკითხებიან გახსოვს თუ არა აფხაზეთი, რა თქმა უნდა, მახსოვს. სოხუმიც მახსოვს, ფიჩვინთაც მახსოვს, გაგრა ძალიან კარგად დედაჩემი გაგრელია. გალიც მახსოვს, ბებია ჩემი გალიდან არის. და ძალიან მენატრება თქვა ეს ჩვენი კუთხე და იმედი მაქვს, რომ ჩვენი საქმიანობით მივახცევთ იმას, რომ თქვა უმტკივნეულოდ მშვიდობიანად აფხაზეთში დავბრუნდებით და გავაგრძელებთ ცხოვრებას ისე როგორც მანამდე ცხოვრობდით და უკეთესად კიდე. სულ რაღაც მოძრაობაში ვიყავი. აი საქართველოში რომ დავბრუნდით 99 წელს ვისწავლე ჯარშიც ვიყავი. მე გამემართლა და ერთ-ერთი ჩვენი ნაცნობი შემოთავაზა თქვა მუშაობა გერმანულ კომპანიაში, ეს წარმომადგენლობა იყო. გერმანული კომპანია ლიზოფორმი ასეთი თქვა სადეზინფექციო ხსნარებს აწარმოებენ 100 წელზე მეტია, საკმაოდ ისეთი ავტორიტეტული და ცნობილი კომპანია გერმანიაში და სადეზინფექციო ხსნარებს მე ვყიდიდი საავადმყოფოებში. მივიღე ძალიან კარგი გამოცდილება, ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან მადლობელი ვარ მაგ გერმანელი ხალხისთვის, რომ თქვა მაგ კომპანიაში ვიმუშავე. ძალიან ბევრი ცოდნა მივიღე, ძალიან ბევრი ტრენინგი, ბევრჯერ გერმანიაში ვიყავი. მე მომწეს დისტრიბუცია ამ სარეცხი სადეზინფექციო ხსნარები, რომელიც გამოიყენება რესტორნებში, კაფეებში, კვების მრეწველობაში. 2003 წელს დავარეგისტრირე ეს კომპანია და მაგ დროისათვის ჩვენ ცხოვრობდით ჩიტაძის ქუჩაზე, ეს ასე ტოლოების სასტუმროში. ჩვენ მქონდა იქ ორი ოთახი, ერთ ოთახში მე, დედაჩემი, მამაჩემი, ჩემი ძმა და მე კიდე გავბედე და ცოლი მოვიყვანე. ერთ ოთახში, ასე ვთქვათ, იყო ეს საცხოვრებელი, მეორე ოთახში მქონდა ოფისი. და ეს ოფისი იყო დილიდან 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე. მე მოდიოდნენ მშობლების სახლში და ეს ჩვენი ოფისი გადაიქვე, ესა ვთქვათ, ტრანსფორმაცია მოხდებოდა და ხდებოდა საძინებელი. ამიტომ ეს ძალიან ძნელი იყო რა თავიდან, ამიტომ ყველა იყო ჩართული. რომ განვითარდით, უკვე პირველი თანამშრომელი იყო ჩვენი, ეხლაც მუშაობს, სხვადასხვა 2003 წლიდან ვინც არის თანამშრომელი, ეხლაც მუშაობს, ეროვნებით არის ოსი. პირველივე თანამშრომლები იყვნენ ჩემი მეგობრები, ვინც აფხაზეთიდან თქვათ ვიცნობდი. ნელ-ნელა უკვე ჩვენი სასტუმროებიც გაიხსნა, ნელ-ნელა დასუფთავების კომპანიები შეიქმნა, სადაც ჩვენ მუშაობდით. ასევე ერთ-ერთი დიდი ბიზგი იყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის რეკონსტრუქცია, ახალი საშენება, სადაც ჩვენ ვაწვდიდით და ასევე პერსონალით უზრუნველყოფა, თქვათ ასე გამახორციელი დასუფთავების კომპანია შევქმნით და ყველაზე დიდი კომპანია გავხდით, რომელიც პროფესიონალ სარეცხ ხსნარებს ასე ვთქვათ შემოქონდა საქართველოში. ჩვენ განვითარება გვინდოდა, ხო, ჩვენ გვაქვს ჩვენი მიზეზი, ჩვენი გეგმა. ამიტომ ჩვენ ნელ-ნელა ვიფიქრეთ, რომ რა შეიძლება იმპორტის ჩანაცვლება ან იმპორტად დარჩეს, მაგრამ თქვათ არის კლიენტები, ვინც საერთაშორისო ბრენდზე, ასე ვთქვათ, ძვირია მაგათთვის, ან თქვათ, უნდა იყოს ადგილობრივად შესაბამისი ადგილობრივი ფასები. მე გამოჩნდა აწარმოე საქართველოში პროექტი და მაგ პროექტით საერთო ჯამში დღეისათვის 5-ჯერ მივმართე და 5-ჯერ გავაკეთეთ, ავიღეთ ცესხი. 2019-ში ჩვენ გადავწყვიტეთ არა მარტო ქაღალდის წარმოება, უკვე ქიმიის და სარეს საშუალებების, ასე ვთქვათ, წარმოებაც უკვე ვიფიქრეთ, იმიტომ რომ საკმაოდ ბაზა გქონდა, შენობა უკვე ჩვენი გვაქვს, ასე ვთქვათ, ხალხი გვაქვს, კლიენტები გვყავს. ასევე ვიფიქრეთ, რომ სადეზინფექციო ხსნარიც რომ გამოვუშვათ, იმიტომ რომ ვთქვათ, ბევრი ტურისტი ჩამოდის, ხელები ყველა უნდა დაიბანოს, დეზინფექცია, ასე ენტერო ვირუსები ყოველ წელს, თქვათ, ეს ზაფხულში ყოველთვის არის. ამიტომ ჩვენ, ასე ვთქვათ, ხელის ანტისეპტიკის ზედაპირების სადეზინფექციო ხსნარები, ინვენტარის ხსნარები, ასე ვთქვათ, გამოვუშვით. და აქ დაიწყო პანდემია. და ისე მოხდა, რომ ჩვენი წარმოება მზად იყო უკვე სადეზინფექციო ხსნარების, თქვათ, წარმოებისთვის. ჩაიკეტა ყველაფერი, ჩვენ ნედლეულიც ჰქონდა, ტექნოლოგიაც ჰქონდა და დარეგისტრირებული ხსნარებიც ჰქონდა და ამიტომ ეს პანდემიის დროს ჩვენ
საკმაოდ დიდი რაოდენობით თქვათ ვაწარმოეთ. არაერთი შესყიდვა იყო გაეროს მიერ და აფხაზეთშიც იყო გაგზავნილი. ოღონდ პირველი პარტიის მერე იქიდან თხოვეს რომ ეტიკეტის გარეშე, იმიტომ რომ ქართულად დაწერია და თურმე იმათ თქვათ ამ ეტაპზე არ უნდათ რომ ჩანდეს რომ რაღაცა მიიღეს. ჩვენ უარი ვთქვით, გაეროდან მიდიოდა უფასოდ. ეს ერთი ხო და მეორე რომ რატომ არა რომ საქართველოსთან რომ მოდის, იმიტომ რომ მაშინ საზღვარი ჩაკეტილი იყოს, სპირტი არ იშოვებდა, ინგრედიენტები არ იშოვებდა და ფაქტიურად სადეზინფექციო ხნარის ძალიან დიდი დეფიციტი იყო. ნუ აქ ჩვენთან რიგები იდგა და ჩვენ მაინც ვიცოდით თუ აფხაზეთში მიდის, ჩვენ გავაგზავნეთ ეს და ამიტომ ჩვენ წარმოებაში როგორც ეს და რეგი ეტიკეტი გავუკეთეთ, ქართულად ეწერა. ჩვენ შევთავაზეთ თუ გინდათ აფხაზურათაც ქართული და აფხაზური როგორც სახელმწიფო ენა ისე მაგრამ ნუ იქ თქვეს რომ ეხლა უკვე ვერ ვასწრებ ინდექს სადაც წარმოება დისტრიბუცია არის იქ არის 100-მდე თანამშრომელი არის ჩვენთან ასევე ჩვენ გვაქვს კომპანია რომელიც არის დასუფთავების კომპანია იქ დიასახლისების ხარჯზე რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით არის განლაგებული იქ 2100-მდე თანამშრომელი არის დღესდღეობით იმისთვის ვაკეთებთ ყველაფერს, რომ აი უკეთესი და უკეთესი იყოს ამ კომპანიისთვის, ჩვენთვისაც დასაქმებულებისთვისაც. მეც აფხაზეთიდან ვარ დევნილი და ძალიან კმაყოფილი ვარ აქ მუშაობით. ამ ეტაპზე ჩვენ ვიმყოფებით იმ პერიოდში, როდესაც ფართოვდება კიდე ჩვენი წარმოება. ამ სეზონზე უნდა მოვასწროთ ამ შენობის სრულად ათვისება ჩვენი სარეცხის საშუალებების ასე ვთქვათ, უბანი გადადის აქ, სადაც იქნება გაფართოებული მაქსიმალური ავტომატიზაცია. აპრილში ჩამოდის ახალი დაამდგარების, სადაც უკვე ჩვენ შეგვიძლია რომ გამოუშვათ ასევე პირადი მოხმარების კოსმეტიკური საშუალებები. გვინდა რომ ზოგადად ოფისში იყოს ასე ვთქვათ, კარგი განწყობა. თანამშრომლებს უხაროდეთ სამსახურში მოსვლა. ბამბუგი არის, რომელიც ასე ვთქვათ, სიმბოლოა რა, მაგრამ სიმწვანე ცხოვრების სწრაფად იზრდება, ჩვენ სწრაფად უნდა განვითარდეთ. როდესაც გვეკითხებიან რა არის წარმატების ფორმა, ჯერ ერთი და წარმატებამდე ძალიან დიდი გზაა კიდე გასავლელი. ჩვენ ვართ რაღაც ეტაპამდე მისული და გავაგრძელებთ წინ. დიდი ნაბიჯები უნდა გადავდგეთ, იმიტომ დრო ბევრი არ აგვაქვს. ჩვენ გვეჩქარება სახში დაბრუნება. მაგრამ სხვა გამოსავალიც არ აგვაქვს წარმატებულები რო არ ვიყოთ, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ჩვენ აფხაზ ნათესავებს, მეგობრებს, მეზობლებს, თანამოქალაქეებს, რომ ჩვენ რომ აქ მოხდით, რომ იყო ომი, რომ იყო უბედურება, მაგრამ ჩვენ მაინც გვაქვს სტიმული, ის სურვილი რომ შევქმნათ პროდუქტი ქართული ბრენდი, ჩვენი ბრენდი და ამ წარმატებასთან ერთად უნდა დაბრუნდეთ აფხაზეთში, ვაჩვენოთ რომ თანა ერთ გუნდში ყოფნა, ერთ ოჯახში ყოფნა უფრო მეტ საშუალებას გვაძლევთ რომ ერთობლივად ვიყოთ წარმატებულები, ერთად შევქმნათ დოლარი.